მე ვარ ლუკა დავითაძე 8 წლის. სწავლობ მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, კომპიუტერული თამაშები და ხატვა. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. უკვე 1 წელია ვთამაშობ ლაიონში. მახსოვს პირველ დღე ფეხბურთზე რომ მივედი. ვიცნობდი მარტო მასწავლებელს და არ ვნევრულობდი. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა სწრაფი შეტევის დაწყება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი რომ მაქვს, როდესაც ადამიანი უკან ჩება და უნდა ჩამოვიდე უკან. ზოგჯერ ვერ ვასწრებ ჩემ პოზიციაზე დაბრუნებას. კი, ვთამაშობ დაცვაში, მაგრამ მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერში დაახლოებით გატანილმა 100 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემი მეგობარი ამ დროს მოწინააღმდეგემ წაქცია, მე მასწავლებელმა მითხრა მიდი შენ დაარტყო და როცა დავარტყი გავიტანე ჯარიმა. შორიდან ძლიერად დავარტყი და გავიტანე მარცხენა ცხრიანში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლამინ იამალი. საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 17 ნომრით. ლაიონში ჩემი მწვრთნელია გიორგი მუკუტაძე. ის არის ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. რაც მთავარია უყვარს ფეხბურთი და ბავშვები. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ყველაზე ხშირად ხატავ სახლს, ხეებს, ჩიტებს, ბუდებს, ღრუბლებს, მინდორს და ასე შემდეგ. ყველაზე რთულია თვალის დახატვა, ყველაზე მარტივია სახლის, ხეების და ასე შემდეგ. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და ახლა მაქვს 5 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა გავიზრდები, ბავშვობა გავიხსენო. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. მე ძალიან მოწონს ჩემი ბავშვობა. ახლა მინდა ვიყო 21 წლის, რადგან ვითამაშო ნაკრების დიდ ფეხბურთში. ისე რომ გავიზრდები, მინდა გავხდე გემის კაპიტანი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ მყავს კარგი კლასელი და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ვახო თედორაძე. ყველაზე ჭკვიანია დათა ბერიძე. ყველაზე მშვიდია ევა ავანესოვა. ყველაზე სელქია ნიკო გოგაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მალე მეყოლება. მაგალითად 3 წელიწადში. თავს რომ ვიყან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქვევ დათას და ელენეს. ჩემს ძმას დავარქვევ თეას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამრიკო ხოტაძე. იმიტომ რომ ის კარგად ხსნის, რასაც ვერ მოხდები, მასწავლებელი გვიხსნის და კიდევ გეხმარება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, მამი და ბებო, ბაბუ. მინდა მყავდეს 5 ძმა და 1 და. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი და ვაჟკაცი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და სრულნელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხაჭაპურს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ექიმი აიბოლიტი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ავაშენებდი დიდ სართულიან სახლებს და ყველას მივცემდი ფულს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბაკურიანში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი დათა ბერიძესთან ერთად. ის არის ჩემი კლასელი და მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის PlayStation 5. ბედნიერება არის დედიკოს გახარება, მოფერება, დედიკოზე ზრუნვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.